მოგესალმებით, ეთერშია მედეფემისა და ტელეკომპანია პულსის ერთობლივი პროექტის სპორტი და ჯანმრთელობა, მე მისი წამყვანი ნინო მაჭავარიანი ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის მთავარი თემა კი გახლავთ სუმო და დღეს ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან. საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე, ევროპის ჩემპიონი სუმოისტი ლევან ბერიანიძე და სპორტული ექიმი პროფესორი ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარე ბატონი პალიკო კასრაძე. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. რომ იღებთ ჩვენს ტელერადიო პროექტში მონაწილეობას და მოდით დავიწყოთ თავიდან და დავიწყოთ ბატონი თენგიზით, ფედერაციის წარმომადგენელია. ბატონო თენგიზ, რა არის სუმო? მოდით აქედან დავიწყოთ, რომ ჩვენს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ჩვენ გვისმენენ და გვიყურებენ და რომლისთვისაც ეს ახლო თემაა და ნუ ზოგიერთისთვის შედარებით უფრო უცხო, მოდით აღვნიშნოთ და დავკონკრეტოთ სუმო რითი განსხვავდება ზოგადად თავისუფალი ჭიდაობისგან, ძიუდოსგან და ასე შემდეგ. მოკლედ სუმო არის მოგესალმებით, ეს არის ორთაბრძოლა, ეს არის იაპონური ეროვნული სპორტი, რომელიც რამდენიმე საუკუნეები მოდის და იაპონიაში მას საიმპერატორო სპორტს ეძახიან უპირველეს. სუმო არის რაინდული სახეობა, სადაც ხდება ორი მებრძოლის ერთმანეთში შეძახება, სუფთად და მისი რიტუალი იწყება ხელების წარმოქმნით, სადაც აჩვენებენ, რომ მათ ხელში არაფერი არ უჭირავთ, სუფთა რაინდია, გამოდის მათ ასვიათ მავაშები და ისინი ამ დოხიოს კალია რადიუსით 2 მეტრ-ნახევარი, ამ კალში დგება ორი მებრძოლი, რომელიც შეჯახებით, ბრძოლის ჭიდაობით ერთმანეთს ებრძვიან. ან უნდა გაიყვანონ კალის გარეთ, ან მესამე წერტილით უნდა შეეხოს დამარცხებული დოხიოს. აი ჭიდაობისგან განსხვავებით, იმიტომ განსხვავდება ძიუდოდან შეიძლება 2 წამში. იმიტომ სუმოს როცა მსაჯი იძახის კამაიტე შეებრძოლეთ. მებრძოლები ორი წუთში იწყებენ შეჯაკებას, ანილეთის დაწყებას და შეიძლება 2 წამში გადაწყდეს ვინ მოიგებს. ჭიდაობაში კიდე რამდენიმე ილეთი თავისუფალი 5 წუთი გრძელდება, ძიუდოში 6 და ესე. აი ესეთი სხვაობებია. და ლევან, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა, წონას რაც შეეხება, წონის კატეგორიები არის განსაზღვრული სუმოში და თქვენ უნდა აღნიშნოთ, რომ თავისუფალი ჭიდაობიდან გადახვედით 1 წელია სულ რაღაც სპორტის სამსახეობაში და რამ განაპირობა ეს, მოდით თავად გითხარით. მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა. თავისუფალ ჭიდაობაში იყო წონა 120 კილომდე, რაღაც ტრანების გამო ამივარდა წონა, ვიჭირდა კლება და ბატონ გურამომ თქო ვიჭიდავე მოსინჯე სუმო, გადავედი, ვივარდი შემომეწონა ძალიან კაი სპორტია. კაი ვაშკაცური სპორტია, ანუ კაი ორთაბრძოლები იმართება. შემდეგ მივიღე ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა და გავიმარჯვე, კარგად იყავი მომზადებული. კარგად დაცადეთ ესე სპორტის შესახება. კარგი. რავი, ძალიან მომეწონა ეს სპორტი. და მე შემდგომ მინდოდა იაპონიაში წასვლა, მაგრამ 23 წლის ზემოთ აღარ იღებენ იაპონიაში პროფესიონალებში და შემესრულდა 23 წელი და ამიტომ დავრჩი საქართველოში და მოვეწეს. საქართველოს ეჭირდებათ თქვენაერი სპორტსმენები, აქედან გამომდინარე შეიძლება ჩვენთვის ცუდი არც იყო ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენ რა თქმა უნდა შეიძლება სხვა პოზიციები გაქვთ ამასთან დაკავშირებით. ბატონო პალიკო, ჩვენ მოვისმინეთ ბატონ თენგიზის და ლევანის კომენტარები, თუ საერთოდ სპორტის შესახება, ანუ რას ნიშნავს, იქ წონაზეც შევჯერდით რა თქმა უნდა, თუმცა სპორტი ტრავმის გარეშე არ არსებობს და მით უმეტეს სუმო, როდესაც ასე ვთქვათ, საკმაოდ წონიანი ადამიანები ერკინებიან ხოლმე ერთმანეთს. ძირითადად რა სახის პრობლემებს ვაწყდებით სპორტის სამსახეობაში, თუ შეგიძლიათ რა? მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა სუმოს ფედერაციასთან და მათ წარმომადგენლებთან ერთად ყოფნა და ამ თემაზე საუბარი. მინდა გითხრათ, რომ მე საკმაოდ ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ სპორტს. ერთი ძალიან ყურებადი სახეობაა, მინდა ეს აღნიშნო, იმიტომ რომ ძალიან მარტივი წესებია, საკმაოდ ვაშკაცური სახეობაა და ძალიან იოლად აღსაქმელია მაყურებლისთვის, გაუცნობიერებელი მაყურებლისთვისაც კი მისი წესები და ძალიან იოლად და ძალიან საშუალო სატელევიზიო გამოში ძალიან
დიდ დროს და ძალიან ლამაზ თითქოს. რაც შეეხება ტრავმებს, რა თქმა უნდა, ისეთი წონის ორი ნებრძოლი, რომელიც აიჭადა მეტომეტეს დოის ხალიც ან დოხიო, რომელსაც ეძახიან დოხიოს ის შემაღლებელზეა და როდესაც იმის გარეთ გაყავთ, ხშირად ინერციით ისინი ვარდებიან ქვევით. წარმოიდგინეთ, უბრალოდ დაცემის დროსაც კი ამხელა პრობლემაა, როცა ამხელა წონის ადამიანი ეცემა და თან როცა ეცემიან კიდე ზევიდან სპორტსმენი მიყვება ინერციით, საკმაოდ ძიმე ტრავმებს იღებენ. სულ ახლახანაა ჩვენი ქართველი სუმოისტი სამწუხაროდ ქვედა დივიზიონებში ჩავიდა იმის გამო, რომ საკმაოდ ძიმე ტრავმა მიიღო ჯვარედინის გაღლეჯა და მას საკმაოდ დრო ჭირდება, წელიწადი მაინც ჭირდება და განსაკუთრებით სპორტში დასაბრუნებლად ასეთ ძიმე სახეობებზე მას რეაბილიტაციის ძალიან დიდი დრო ჭირდება. რა თქმა უნდა, აქ არის ტრავმები მოსალოდნელია, ესეთ კუნთის დაჭიმვა, სახსრების პრობლემა, კუნთის საგლეჯები, სხვა სამყესების დაძაბულობა. ამისათვის ეს ძალიან ერთ-ერთი სერიოზული ტრავმა. მოდით ლევანს ვკითხოთ ამ შემთხვევაში, ანუ რა ტრავმები ჰქონია და უფრო კონკრეტულად გავშიფროთ თითოეული ტრავმა. თავისი კუთხით ლევან გისმენთ, რა ტრავმა გადაგიტანია? მარჯვენა მკერდის კუნთი მქონდა გაწყვეტილი და მარცხენა ფეხის გვერდით აიოგი მქონდა გაწყვეტილი. და სუმოში არაფერი ტრავმა არ მიმიღია. ნუ სუმაში ეს თავისუფალი ჭიდაობიდან გამოყვა. იმიტომ არ მიიღო, რომ ყველა სუგებს და ყველა სისვლის. და როცა ექცია და ისისა პირი. მაშინ უკვე მიიღებს და რა. ევროპის ნახევარფინალში გერმანელს მოუგო, ზევიდან დაეცა და ლავიცი გაუტეხა და ნეკნი. წეღარაც ვახსენე, სწორედ ტრავმის ისე, როცა ინერციით მიდის ის ეცემა ზევიდან ახლა კიდევ 200 კილოგრამამდე მასა ეცემა ზევიდან და თავისთავად ცხადია, იმიტომ თუ არ აკონტროლებს სწორად დაცემას და არ აკონტროლებს იმ პოზიციას, იქ ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნა ამისი. ამიტომ სუმოში ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ პრევენცია. პრევენცია ისე არის ის, რომ კუნთები უნდა მოიყოს მომზადებული ელასტიური, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უყურებთ ამხელა ორი დიდი მასის ადამიანს და თითქოს გონიათ ისინი მოუქნელები არიან, ეს საკმაოდ არასწორი წარმოდგენაა, იმიტომ რომ შეიძლება შეეკრას ადამიანს, საკმაოდ მოქნელები არიან. ძალიან გაწევლები არის ერთ-ერთი სერიოზული თემა, რომელსაც სუმოისტები ასვებენ, იმიტომ რომ მათთვის ეს მნიშვნელოვანია. არა მარტო ილეცის გაკეთებისას, არამედ ტრავმის აცილების თვალსაზრისით სწორედ დოხიოზე. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, გამორიცხული ეს არასოდეს არ არის, იმიტომ რომ თავბრძოლა არავის არ უნდა წაგება და აქედან გამომდინარე ტრავმებს ესეც იწვევს. რა თქმა უნდა. და ბატონო თენგიზ, თუ შეიძლება დავაკონკრეტოთ წონის კატეგორიებიც, ანუ რა წონის შემდგომში შეუძლია რომ მიიღოს სპორტსმენმა მონაწილეობა, ანუ რა წონას უნდა აღემატებოდეს და რა წონის სპორტსმენები ეჭიდებიან ერთმანეს და ამაში შეზღუდვები თუ არის? მოგახსენებთ ახლა ჩვენ სუმო გვაქვს ორი პროფესიონალური, რომელიც იაპონიაში და საერთაშორისო ლიგა, სადაც წონას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ იქ მძიმე ხალხი, აი როგორც ითხარი 18-დან 23 წლამდე შეიძლება გადასულიყო, აი ჩვენი სამი ქართველი სუმოისტი ყავდა, აქედან კოკაი გამოაკლდა, ლევანი გორგოძემ ტრავმა მიიღო და დაიწყო შემოგვცა მარტო ჯუხელი. აი ეს ლიგაში იქ არის უკვე ზევით არიან, ხოლო მოყვარულში, სადაც ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, 5 წონითი კატეგორია 85-მდე, -95 კილოგრამამდე, -115 კილოგრამამდე, 115 ზევით და თავისუფალი. აი ლევანი არის 115 ზევით. როცა ლევანი ჩვენთან მოვიდა თავისუფალიდან, იყო 175. ეხლა იკლებს და 145-ია შეუძლია. აი ეს 5 კატეგორია. და შეუძლია დავუშვათ მას რა კატეგორიის სპორტსმენს და შეერკინოს, ანუ ამ შემთხვევაში შეზღუდვები არ არის. 115 კილოს ზემოთ. წონის და შემდეგ არის ღია აბსოლუტურ რომელსაც უძღვნა ორ წონაში, იმიტომ არის ევროპის ორგზის ჩემპიონი 23 წლიანებში და დიდებში კიდე ძიმე მოიგო და მე ავტო ცერცვაძეს, რომელიც გახდა ევროპის ჩემპიონი, მაშინ ავტო მოუგო და ვერცხლის პრიზიორია მეორე წონაში აბსოლუტურში. ლევან, ყველაზე მძიმე წონიანი სპორტსმენი რომელი ყოფილა, რომელთანაც რომელსაც ჩერკინები ხართ? ბულგარელი სპორტსმენი იყო, 220 კილომდე იყო ის, კარაევი. კარაევი
სიმაღლეშია 2 მეტრა და 2 და წონაშია 260 კილოგრამი. 260. და ეს ანუ არ არის დაუშვებელი ხო? დაუშვათ თქვენზე 100 კილოთი მეტი შეგერკინოთ, ანუ ამის უფლება აქვთ ეს დაშვებულია. წელიწადი გვაქვს, ეხლა მინდა ჩავერთო ევროპის პირველობაზე. ეხლა სუმოს ორთაბრძოლა ისა დაჯახება, გაყვანა, ილეთებია ძალიან ბევრი. ლეონმა ისეთი უნიკალური ის ჩაუტარა უცებ ფეხიდან ამოსმა გაუკეთა ხელით. ისე ძალიან და ეს ბულგარელი ფილაში 200 კილოელი ისე დაეცა ძლივს გაიყვანეს მერე. როგორია 200 კილოიანი ადამიანის დაცემა? წარმომიდგენია, რა რისკ ფაქტორები შეიძლება ამ შემთხვევაში არსებობდეს? თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ აი ამ ხელაწონის ადამიანი ეცემა ინერციით, მით უმეტეს რაც თქვენ აღნიშნეთ, ანუ რა რისკ ფაქტორებთან გვაქვს საქმე ხოლმე ამ შემთხვევაში ბატონო ბალიკო? რა თქმა უნდა, ყველაზე ძიმე რაც არის, ეს არის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმა. ატეხილობა. ატეხილობა პირველი რაც ყველაზე რთული პრობლემა შეიძლება დადგეს არის ეს შემდგომ ეტაპზე ცირცულის ხრი, მაგრამ უფრო სიხშირის ხრი ალბათ შეიძლება პირველ რიგში არის სახსრებისა და სახსრების არეში თქვათ ყესებისა და კუნთების დაზიანება. ეს თავისთავად იგულოს ასე დაცემის დროს, არა მარტო დაცემის დროს, არამედ შერკინების დროსაც კი ხდება ეს რამ, იმიტომ რომ თვითონ შერკინების დროს მართალია ძალიან მცირე ხანს გრძელდება. თქვენ დიდი ხანი არ შეიძლება რომ გაგრძელდეს და მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ რომ 200 კილოიანი ორი ადამიანი რო ეჯახება ერთმანეთს, იქ თავისთავად ხადა იქ მართლა და მე მინდა გითხრათ რომ იქ ილეთებს როგორც ბატონო რომელს ახსენეთ მალთეგის ახსენეთ მართლაც ეს არის რომ ილეთებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ის რაც ეგან ახსენეთ სწორედ ის მოფიქრება და ის ცივი გონებით მნიშვნელობა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იქ უკვე წონას აღარ აქვს მნიშვნელობა, როცა ხერხის ჯობი ეღონესა რომ გაიგონეთ. იქ რომ მოდი ეს რა თქმა უნდა ეს სწორედ ეს არის სწორი აზროვნება, სწორი არა ფსიქოლოგიური მომენტიც არის, იმიტომ რომ ერკინები შენზე დაახლოებით 100 კილოთი მეც ხო და ამ შემთხვევაში უნდა იყოს საკმაოდ მომზადებული ფსიქოლოგიურადაც, თუნდაც იმის გამო რომ ის ილეთი ჩაუტარო და აჯობო შენ, ანუ რაღაც ზუსტად იმ ხერხით. ალბათ ბატონო თენგის ამისთვის თქვენ როგორც მწვრთნელი ამ შემთხვევაში ფედერაციის პრეზიდენტი ბრძანდებით, მაგრამ მწვრთნელის ფუნქციებსაც ასრულებთ, როგორ მოქმედებთ ხოლმე ფსიქოლოგიურად თქვენ სპორტსმენებზე? უკვე 15 წელია რაც დავაფუძნეთ სუმო ჩვენთან საქართველოში და თელი პლიადა ჩემხელში გაიზარდა და სულ დაწყებული ლევან ებანოიძედან რომელიც სოფლიო ჩემპიონი გახდა და ერთ-ერთი უდიდესი უნიჭიერესი იყო, შემდეგ ბიჭებიც ამოვიდნენ. 100-მდე медаლი გვაქვს მიღებული ევროპის და იმას და უყურებს სულ სპორტსმენს. აქ აი ადამ ოქრუაშვილი რომლის შარშანდელი ტრიუმფი ძიუდოისტების აქტუალებულია. თელი ერი 3 წელია ვინახავდით ადამს. ისიც როგორც ლევანი ჩვენი სუმოში 3 წელი და ევროპის ჩემპიონიც გახდა ახალგაზრდების ორზე და ეხლა ვადარებ ადამს თქვენ ვიცით და ლევანს. ეხლა ადამი უფრო ნელია ვიდრე რო შეადაროთ, ესე იგი ცოტა ცუდა შედება ლომი და ვეფხვის მოქმედება რეაქციებში. ორივე ძლიერია, მაგრამ ეხლა ლევანს რო უყურებ, ვეფხვიც არის და ლომიც არის. მოქმედებაში მე წამიერა მე მგონი თავი პროფესიონალურ სუმოს თუ გიყურებიათ იქ ჩანს რომ ჰაკუხო და მანამდე იყო ასაშორი რომელიც იყო 155 კილო და 200 კილოერას უზრდ. იქ შეწყმული იყო სისწრაფე, ოსტატობა, აზროვნება და სიძლიერე. არა მარტო სიძლიერე, ამიტომ წამიერი გონიერება. აი რაც უფრო ნიჭიერია, რაც უფრო წამიერია, მithumetes სუმოში წამიერად წყდება ყველაფერი. აი ეს კომპონენტები და აი ლევანში ეს ვისახება ესეთი იყო ლევან ებანოიძე ჭკვიანი სხარტი, მაგრამ 33 წლის იყო და ისიც თავის სპორტში დაუდა ისიც პრიზიორი იყო. ასაკობრივი შეზღუდვები არ არის ბატონო თენგის ანუ მოყვარულებში არც პროფესიონალში, უბრალოდ პროფესიონალში რო შეხვიდე ლიგაში 18-დან 20, იმიტომ იქ მოკლია 10 წელი, 12 წელი და 28 წლის რო შევიდეს 2 წელი უნდა რო ავიდეს იმ ზევითა იერარქიაში და შემდეგ ტრავმებია ისე. და რომელ წამდე შეიძლება იყო აქტიურ სპორტში? მაგალითად პროფესიონალებაში 36 წლისებიც არიან იქ. და აი ლევან ებანოიძე რომელიც ჩვენთან დაამთავრა ბოლოს 2004-ში იჭიდაო და
ეხლა 2009 წელს ჩვენ ფილადელფიაში არიან ჩვენი ბიჭები. ლევანი ებანოიძე, ჯონდო დაბრუნდაშვილი და მორასი არტუნაშვილი, რომელიც გამოდიან ფილადელფიის სუმოის და ჩვენი გუნდით. და სუმოშიდაც გამოდიან და არის უკვე 41 წლის. მაგრამ შეიძლება, მაგრამ ეხლა ისეთ დონეზე, აი მაგალითად ლევანი უყურებდა ჰოლანდიელი აგერიცის იბრაჰიმი, რომელიც არის 41 წლის და დადევით კაცია. ბატონ პოლიკო, აქვს ამას რაღაც გადამწყვეტი მნიშვნელობა, ანუ სამედიცინო კუთხით საზღვრავი ხა 40 წელს უკვე გადაცილებული ადამიანი არ ვამბობ რომ არის მხრწოვანი, რა თქმა უნდა, ეს ახალგაზრდაა, თუმცა აქტიური სპორტისთვის რამდენად შეიძლება რომ იყოს გამოსადები. ერთი მოდით სამედიცინო თვალსაზრისით შევხედოთ, რა თქმა უნდა, ეს იშვიათი შემთხვევებია მხოლოდ, იმიტომ რომ შეუძლებელია თუმცა დიდი წონა არსებობს, თქვენ თვითონ დიდი წონას აქვს თავისი პრობლემებიც. გამომდინარე აქედან, სპორტად როცა დიდი დატვირთვებით არის ეს დატვირთული და დიდი ფიზიკური დატვირთვებით, იცით აქ მთელი რიგი ფაქტორებია, თქვათ კარდიოლოგიური თუ სხვა და აქედან გამომდინარე მართვა ამ პროცესის მე მინდა გითხრათ რომ ეს აუცილებელიც არის მართვა პროფილაქტიკა გასინჯო პროფილაქტიკური გასინჯები სპორტსმენების სუმოში განსაკუთრებით არის იქ თქვათ არა მარტო ეს ენდოკრინოლოგიური ტიპის გასინჯები სადაც სწორად უნდა იყოს შეხამებული დატვირთვებისა და ასეთი წონის მართვის ისინი რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენ ახალგაზრდა ხალხს ხო შემდეგ კიდე ცხოვრებაში უნდა აგრძელდეს ეს ყველაფერი ახალგაზრდებში ახალგაზრდობის დროს არის ყოველ სპორტში თქვენ ახსენეთ 41 წლის თქვათ ახლა ახსენეს ახლა ესეთები ბევრი არ არის ერთეულები არიან ესეთი რაღაც რა მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს განმზომიერებაა განმზომიერება არის ის რომ თქვათ ასეთი წონით და ასეთი შემართებით ასეთი თან ამასაც გავარჯიშებულები უნდა იყოს რთულია ამ ორი სფეროს ესეთი შეხამება დიდი წონის რა თქმა უნდა დიდი წონის ადამიანს რაღაც ექმნება პრობლემები ჯანმრთელობის ადრე თუ გვიან და ამიტომ მართვამიტის ისეთ და მე შემდგომი ეტაპი მე ხო ესე დავხატო ციმეთეს მაგრამ შემდგომი ეტაპი არის სპორტული ცხოვრების შემდგომი ცხოვრება ესეც რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია იქ სულ უნდა გაგრძელდეს მცირეხანიანი ვარჯიშები იმიტომ რომ თუ არა და არ შეიძლება უცბად აქტიური სპორტიდან გადახვიდე აბსოლუტურად პასიური ცხოვრების რიტმზე აუცილებლად უნდა იყოს მინიმუმ ჯანსაღი ცხოვრების წესი სპორტზე ეს აუცილებელია ყველა სპორტსმენისთვის და განსაკუთრებით ეს სახეობისთვის როგორც არის სადაც რისკ ფაქტორი მაღალია კარდიოლოგიური გართულებების გეთანხმებით პირველი ბლოკი დასასრულს მივახლოვდა ჩვენი გადაცემის სულ 2 წუთში ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით ასე რომ დაგველოდეთ დროებით ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში დავბრუნდით და შეგახსენებთ რომ ეთერშია მედეფემისა და ტელეკომპანია პულსის ერთობლივი პროექტი სპორტი და ჯანმრთელობა მე მისი წამყვანი ნინო მაჭავარიანი ვარ და დღეს ჩვენს გადაცემაში ვსაუბრობთ სპორტის სახეობა სუმოზე და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი თენგიზ რუხაძე ევროპის ჩემპიონი ლევან ბერიანიძე და სპორტული ექიმი პროფესორი ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარე ბატონი პალიკო კასრაძე კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადაგიხდით სტუდიაში მობრძანებისთვის და გავაგრძელოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა. ჩვენ ვსაუბრობდით ვისაუბრეთ ანუ წონაზე კლებაზე, მატებაზე და ასე შემდეგ, თუმცა ბატონო პალიკო არ შევხებივართ თემას კვების რაციონთან დაკავშირებით, რაც ერთობ ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის ამსახეობაში და როგორ შეიძლება რომ მართოთ ეს პროცესი და ძირითადად თუ შეიძლება რომ ავხსნათ ის კვების რაციონი, რაც სპორტის ამსახეობაში თითოეულ სპორტსმენს სჭირდება. მე მოგახსენებთ ალბათ უფრო ზოგად პრინციპებს კვებისა და სპორტის დამოკიდებულებაში უფრო კონკრეტულ და იმაზე ალბათ ბატონი თენგიზი და სპორტსმენები ისაუბრებენ მათ პრაქტიკული შეხება აქვს ამ თემასთან მაგრამ მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ რომ რა თქმა უნდა წონის რეგულირება კვებით არის მოსაზრდა და ვარჯიშის ეს თავარი პრინციპი რაც არის ეს არის სწორად დაგეგმა კვების პირველი პრინციპი დღის რეჟიმის სწორად განაწილება მეორე ეს არის ბალანსირებული კვება რომელიც სწორად უნდა იყოს შერჩეული როგორც ცილების, ცხიმების, ასევე ნახშირწყლების ხარჯზე, მიკროელემენტების და ვიტამინების ხარჯზე ეს 5 ძირითადი ელემენტი, რომელიც კვებაში მონაწილეობს და
ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ სწორად განაწილება ვარჯიში დაგეგმა ამ კვებისა იმ გრაფიკის მიხედვით, როგორც აქვს სპორტული დატვირთვა განაწილებული, როგორც არის სპორტული დატვირთვა განაწილებული მწვრთნელის მიერ. აი ამ ყველაფრის სწორად შეჯერებისას ჩვენ ვიღებთ იმ შედეგს და რა მიზანი გვაქვს. წონა მინდა მოუმატოთ ან დაუკლოთ ან დავზარდოთ ელასტიურობა ან სხვა თემათა. ანუ მართავთ იმის შესაბამისად. რა თქმა უნდა. და სწორედ ასე ხდება, კაი, თავისთავად და აქ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული კალორაჟი, შერჩეული და ასევე დატვირთვის სწორი რეგულირება. ეს არის ორი ძირითადი ელემენტი, რომლის მიხედვითაც ხდება წონის რეგულირება და ვარჯიშების აღდგენის და შემდგომ აღდგენის ეს აღდგება ერთ-ერთი სერიოზული პროცესია აღდგენის პროცესში. ასე რომ აი ეს მომენტები ძალიან მნიშვნელოვანია. თან ამასთანავე მინდა გიცოდეთ, რომ თავარი რაც არის ჯანმრთელობის შენარჩუნება, რომელიც სპორტსმენს ადებს საშუალებას, რომ უფრო მეტი და მეტი ფიზიკური აქტივობა გამოავლინოს თქვა ამ თუ სახეობაში. ხოლო უფრო სპეციფიკურ საკითხზე ალბათ სპორტული თენგიზიც ბატონი თენგიზიც და ჩვენი სპორტსმენიც, ანუ ამ შემთხვევაში მოდი ჯერ ჩვენ სპორტსმენს დავეკითხოთ, ანუ თვითონ რას იღებს, როგორ იკვებება, ანუ ერთი დღე რომ აგვიღწეროთ, ნუ ეხლა რა თქმა უნდა დეტალურად არა, მაგრამ ზოგადად. დილას რავი, ჩვენ ახლა სპორტზე რო ვართ, გვაქვს სამჯერადი ვარჯიშები ხოლმე, დილას, შუადღეს, საღამოს. დილას მაინც სუბუქად უფრო დატვირთვა არ არის ხა ისე ძლიერი და კვებაც არ საჭიროებს იმდენ ენერგიის იმას შევსებას და შუადღეს ძალიან დიდი დატვირთვა არის ხოლმე, მაინც პირველი მეორე აუცილებელია. რავი, ტრენერი თუ მოგწევს უფლებას დესერტსაც მივიღოთ. და საღამოს ვარჯიშის მერე კიდევ სუბუქად, რომ ის წონა შევინარჩუნოთ, ანუ რაც ვარ, თუ მაგალითად მომატება არ გვინდა, ან დაკლება სტაბილურად თუ გვინდა ის წონაზე იყოს, მაინც საღამოს სუბუქად. არის შემთხვევები, რომ წონა გაქცევია და მე საღამოს ამოგიგდია ჭამა, ანუ აღარ. ანუ ეს წონა როგორ კონტროლირდება? ანუ ყოველდღიურად? ყოველდღიურად. დილას სასწორზე, შუადღეს სასწორზე, საღამოს. ამ კაცრი რეჟიმია. კი, აუცილებლად. ჩვეულებრივია. და ანუ შენარჩუნებას ითხოვენ მწვრთნელები ხოლმე არ შემთხვევაში, ხო? თავისუფალში მაგალითად არის 8 კატეგორია, ანუ 57, 60 და 100 გრამითაც მეტი რო იყოს შეჯიბრზე, არ დაუშვებენ საჭიდაო სპორტსმენს და ეს უნდა აკონტროლოს სპორტსმენო და თავის ტრენერი აკონტროლებს, რომ ეს აიწონოს და მიიღოს მონაწილეობა ამ თუ იმ შეჯიბრზე. ძიმეშიც ხომ არის უკვე? ძიმეშიც არის, კი, თავისუფალი და ბერძნულში არის 125-ია თავისუფალში, 130 ბერძნულში, ზუდოში აბსოლუტურია, მაგრამ იქაც არის შეზღუდვები და მიდის კონტროლი როგორც ვარჯიშებზე, ასევე წონაზე. როგორ გემორჩილებიან სპორტსმენები ბატონო თენგის? არიან ისეთი მომყოლები ამ საქმეში? ჩვენი ბიჭები რაც ეს 15 წლის განმავლობაში ვინც ჩვენ ხელში გაიარა, ამდენი ჩემპიონები და პრიზიორებია. ყველა შეხვდათ შესანიშნავი ადამიანები. როგორც ურთიერთობაში, ესევე დამოკიდებულებაში თვითონ ვარჯიშისა და შეჯიბრის მიმართ. მე არ მინახია, რომ აი ხდება თვითონ ძველი რეგბისტი ვიყავი, ფეხბურთსაც თამაშობდი და დავანები და რეგბიში ვიყავი და 10 წელი საბჭოთა ბრინჯაოს მედალი მაგაღებული და 6 წელი უძლიერესი პირველ ნომრად ვიყავი და აი 15 ვიცი ის სამყარო. იმ სამყაროსთან ხო ჩვენ რეგბის როგორ აღვიქვათ ქართველები. მართალია 6 წელი მე მათი პრეზიდენტი ვიყავი და ეს აღდგენითი როცა გუსებს მოუგებდა წავიდა. იმ სამყაროსთან შედარებით აი შესანიშნავია ჩვენი სუმოისტები ურთიერთობაში, მეგობრობაში და თვითონ საწვრთნელ შეჯიბრის აი პროცესთან მიდგომაში. თვითონ ხედავენ და საზღურავენ როგორ იკვებონ, იმიტომ მე მოგახსენეთ რომ 5 კატეგორია თუ ძიმე წონასნებს არავითარი პრობლემა არ აქვს ჭამის და იმის ხრივ, მაგრამ მათ უხდებათ თუ მეც წონას იმატებენ, მე სისტრაფე იკარგება. აი ავტოცექსვაძეს ჩვენ 120 კილოს როგორც გადაცდება, მე უკვე იძახის უნდა დავიკლო. იმიტომ შედეგს იკლებს სპორტულად. რაც შეეხება სხვა წონებში, უკვე იქაც არის 115-მდე, როცა და მას უჯობია 110 კილო იყვეს.
და ის 3-4 კილო არ ერგულოს 115-მდე რო თავის ძალა ნახოს. ანუ წონაზე უმთავრესი ამ შემთხვევაში არის სპორტსმენის აქტიური, ელასტიური ხასიათი, ხო ბატონო პალიკო, იმიტომ რომ დავუშვათ 100 კილოთი მეც შეერკინო, შეიძლება აჯობო შენ, თუნდაც იმის გამო რომ ხარ მასზე უფრო სხარტი, მასზე უფრო ელასტიური და მასზე უფრო მეტად მომზადებული ამათი შეჯიბრისთვის. და თავის იმებას წონა არ უნდა, მეტი წონა არ უნდა ზღუდავდეს. აი ამას თუ ამჩნევს სპორტსმენი და ჩავლებული აქვს, ის ყოველთვის იმის წონაზე იქნება, რომ თავის ყველაზე მაქსიმალური გამოამჟღავნოს. ანუ იმ რეგულარული ვარჯიშებით, რომელსაც სპორტსმენები ყოველდღიურად ახორციელებენ, თავისთავად ცხადია მიიღწევა რაღაც გარკვეული სტერეოტიპები, ხელი ამას აღწევს, რომ გარკვეული სტერეოტიპები უყალიბდება ავტომატიზმამდე დადის ეს მოძრაობები, რომელიც არის და ის ილეთები, რომელიც მათთან არის და შემდეგ უკვე წამის მეასადერში იღებს გადაწყვეტილებას იმ დოჰიოზე ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას, მაგრამ ამისათვის რომ ეს გადაწყვეტილება სწორად და ზუსტად შეასრულოს, მას უნდა წაყვეს ორგანიზმი. მანაში მოახერხოს და ორგანიზმი უცბად გადაიყვანოს იმ პოზიციაში, რეაქცია სწორი მისცეს და თუ ამას წონა შეუშლის ხელს, ანუ თუ არ იყო წონა, მაშინ ვერ გადალახავს. ბატონო პალიკო, ერთი საკითხია. ანუ ეგრეთ ეს ოქროს შუალედის დაცვა არის ყველაზე რთული თემა, რომელიც სწორედ ახასიათებს ამ სპორტის აიმიტომ აღნიშნე, ვის აკუხო და ის 155 კილოები არიან. და ვერავინ ვერ უგებს 200 კილოიანები, ისინი რა ნაკლები სპორტსმენები, აი ეს ოქროს შუალედი დაცული აქვს. თავიანთი შესაძლებლობის და მაქსიმალურად იყენებენ. ეს ძალიან კარგი ვინც მოძებნა ეს ოქროს შუალედი და აქტიურ სპორტში არის და იმედი აიპოვის, მაგრამ ვინც აპირებს რომ ჩაერთოს მოკლედ აი ამ ოქროს შუალედის დაცვაში და ამ აქტიურ სპორტში და ასე შემდეგ. და დავუშვათ იმ ადამიანებს, რომლებმაც დღევანდელი გადაცემის მოსმენის დაყურების შემდგომ გადაწყვიტეს, რომ დაკავდნენ სპორტის სამსახიობით. რა რჩევებს მისცემდით ბატონო პალიკო, რა შემთხვევაში შეიძლება უარი თქვან ანუ სპორტის სამსახიობაზე, ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და ნუ რა შემთხვევაში ისინი თავისუფლები არიან არჩევანში. პირველ რიგში მე ვიტყოდი რომ თქვათ სამსახიობაში მე არ ვიცი რამდენად არის ბავშვთა სპორტი გამოსახეობაში, მაგრამ გარგამიგია ეს უფრო ცოტა მოზრდილა საკითხია. 10 წლიდან მე მგონი ბატონო თემის ხო შეგვიძლია რომ გარდამავალია საკითხია. 16 წლიდან დიახ. 16 ეს ალბათ გარდამავალია საკითხის დამთავრების შემდეგ უფრო უპრიანი იქნება ჩემი აზრით ამ სახეობაში დაწყება და მე ერთი ჩემი მხრიდან ვიტყვი რომ მე წეგან დავასახელე რამოდენიმე პრობლემა, მათ შორის კარდიოლოგიური, მათ შორის ტრამული და ესეც სახეობის ისინი, რომელიც აუცილებლად მოითხოვს თანმიმდევრული და სწორი ვარჯიშის პირობებს და ეს დაკავშირებული აუცილებლად პროფილაქტიკურ გასინჯურთან. ამ შემთხვევაში სპორტსმენებს, როგორც ყველას, რა თქმა უნდა, მათ ამ შემთხვევაში სუმოს ნახევარსაც მათ განსაკუთრებით ჭირდებათ პროფილაქტიკური გასინჯური. წელიწადში შეიძლება ორჯერ აუცილებელია. როგორც მინიმუმი და დანარჩენი აუცილებლად საჭიროების მიხედვით. ეს გამოკვლევები თუ რაიმე დისკომფორტი იგრძნო, თუ რაღაცა იმას და ექიმი ჭირდება თქვენში. და დავუშვათ ის ადამიანი მოზარდი, რომელიც დაინტერესებულია სპორტის სამსახიობით, მაგრამ აქვს დავუშვათ პრობლემები, იგივე კარდიოლოგიური, იგივე აი ეს გულსის ძარღვთან, რაზეც ეკლა ჩვენ საუბრობდით, ანუ არ არის რეკომენდირებული ასეთი მოზარდებისთვის სპორტის სამსახიობით დაკავება. ძალიან იშვიათია ისეთი მდგომარეობა, რომ ახალგაზრდა ორგანიზმს, ახალგაზრდა ბავშვს იმას აუგზავნო ფიზიკური აქტივობა. ესეთი ძალიან მცირეა ესეთი ჩვენება. ესეთი ჩვენება თუ არსებობს, ესე იგი ცოტა სხვა სამედიცინო ხასიათის ჩარევა და აქ სპორტზე ლაპარაკი და იმაზე არ არის. როცა სპორტზეა საუბარი და სპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე, იქ რა თქმა უნდა ჩვენ გულისხმობთ რა არის პრაქტიკულად ჯანმრთელი, სწორედ ამას ეს ხონდა მხედველობაში, რომ გამოკვლევების მიხედვით უნდა დადგინდეს ეს და რამე გადახრა შემდგომშიც არ მოხდეს. შეიძლება თვლის პროცესი არასწორად დაგეგმილი, ან ეუბნება სხდელი, მაგრამ ეს მეც საკეთებს, იცით, არის ეგეთი პროცესი ბევრია, ზედმეტ დატვირთვას საკეთებენ, ზედმეტ იმას და ხშირად გადაღლას იწვევენ და არ ჩერდებიან ეს და აი ამის დიაგნოსტირება სწორედ გამოსილმა სპორტულმა ექიმმა უნდა მოახერხოს. ეს სპორტული ექიმისთვის არ წარმოადგენს პრობლემას. სამწუხაროდ ჩვეულო ისეთი ექიმისთვის, ვისაც არ არის დახელოვნებული ამ მიმართულებაში, სპორტული ექიმი მაგალითად ხალიჩაზე, დოჰიოზე, სადაც კი შეხედავს, უცბად შეატყობს, წვრთნელებიც ატყობენ, უკვე გამოსული წვრთნელები გადაღლას იმას ძალიან იოლად.
მაგრამ ექიმისთვის შეუულებრივი ამბავია ის ბევრი რაღაც ნიშნებია რომელიც ეს გამოხატავს. აქედან გამომდინარე მთავარი არის ის რომ სამედიცინო გამოკვლევები სწორად იყოს ჩატარებული და ამის შემდგომ უკვე ამის საფუძველზე შეგვიძლია რომ სპორტსმენი აქტიურ სპორტში გაუშვათ და ჩავრთოთ. მე ვთვლი რომ ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ამით თუ არ ექიმის ყურადღების ქვეშ არ იქნება შემიძლია ადამიანს კარგავ. აი ადამიანს და ეს კიდე დაუშვებელია. ადამიანს და კარგ სპორტსმენს, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში მობრძანებისთვის. შევახსენებ ჩვენს რადიო მსმენელებს და ტელემაყურებლებს, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა გახულდათ სუმო და ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი თენგის რუხაძე, ევროპის ჩემპიონი ლევან ბერიანიძე, ჩვენი სუმოისტი და სპორტული ექიმი, პროფესორი, ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარე ბატონი პალიკო კასრაძე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, ჩვენს პროექტში მონაწილეობის მიღებისთვის. თქვენ კი ძვირფასო რადიო მსმენელებო, ძვირფასო ტელემაყურებლებო, სწორედ ერთი კვირით გემშვიდობებით, ასე რომ დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დროებით.